გვიმდია ერთად მამაღალს. არც ხოლმე საერთოდ პოლიტიკა არ აინტერესებს. არც ერთი პოლიტიკოსი ორივე არჩევნების წინ დაიწყო. მოძრაობა თავისუფლებისთვის ევროპული საქართველო ფუძდება საქართველოს ყველა ქალაქში და ყველა რაიონში. დღეს რუსთავში დავაფუძნეთ ჩვენი ოფისი და შევხვდით აქტივს და დავგეგმეთ ჩვენი მომავალი საქმიანობა. ჩვენი ამოცანა არჩევნებამდე ყველა ქალაქში, ყველა რაიონში მერებს და გამგებლებს ფეხქვეშ მიწა ეწოდეს ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, იმიტომ რომ ყველგან ხდება ერთი და იგივე 3 საათზე უკვე პრაქტიკულად ცარიელია ყველა მერია და გამგეობა. ადგილობრივ არჩევნებზე ჩვენი ამოცანაა პირველი აგური გამოვაცალოთ ქართული ოცნების ხელისუფლებას, იქნება ეს რუსთავში, იქნება ეს თბილისში, იქნება ეს წალენჯიხაში თუ საქართველოს ნებისმიერ რაიონებში. თვითონ ადგილობრივი პარტიული ორგანიზაციები შეარჩევენ თავიანთ კანდიდატებს. ეს დაფუძნა რუსთავის ორგანიზაცია ევროპული საქართველოსი. ეს იქნება პარტია, მომავლის პარტია, რომელიც შეძლებს იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც ჩვენ მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს აწუხებს. თავის ორგანიზაციის ხელმძღვანელი იქნება არჩეული კონფერენციაზე და ყველა შესაბამის დროებით, რა თქმა უნდა, უხელმძღვანელებ და საბოლოო ჯამში ეს ორგანიზაცია იქნება ორგანიზაცია, სადაც ყველა ადამიანისთვის არის კარები ღია. ყველა ახალისთვის, ძველისთვის არა აქვს გამორჩევა, საღათ მოაზროვნე ადამიანების ერთობა იქნება. დღეის ამასიკით იწყება აქტიური მუშაობა თვითმმართველობის არჩევნებში. სავარაუდო კანდიდატები თუ შეიძლება აი ამ გადმოსახედიდან. ეხლა დავიწყებთ ამაზე ზრუნვას, მაგრამ საბოლოო ჯამში ადგილზე იქნება გადაწყვეტილება მიღებული, ვინ იქნება საკრებულოს წევრობის კანდიდატი, ვინ იქნება მერობის კანდიდატი. ადგილზე მისი ორგანიზაციის წევრები მიიღებენ გადაწყვეტილებას.